გიორგი, რაღაც გადამზიდმა კომპანიამ მომწერა, რომ შენი ამანათი გაჩერდაო და არაფერი გამომიწერია. მუზე გადასვლასაც ხوار გთხოვე. კი. ხო, არ გადახვიდე, მაგ მუზე ფიშინგია როგორც ჩანს. რა არის? აი ინტერნეტ თაღლითობა გეტყვიან, ხა გადადი მუზე მერე შეიყვანე შენი ბარათის მონაცემები და შეიძლება ანგარიშთან თანხას მოგპარონ. და როგორ უნდა გავარჩიოთ რეალური SMS-ები თაღლითობისგან? მოდი ეს კამი დაჯექი და აგიხსნი. პირველ რიგში კომპანია რაღაც ჩვეულებრივი მობილურის ნომრიდან არ გამოგიგზავნი და არც ვებგვერდი არ ემთხვევა მაგ კომპანიის და რომ გადახვიდე მაგ მუზე აღმოჩნდები სადღაც კლონირებულ თაღლითურ გვერდზე, რომელიც მოიპარავს შენს მონაცემებს, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახსნა ესეთი მული და თქვენს თუ მიგიღიათ მსგავსი SMS-ი, დასკრინეთ და კომენტარებში ჩაგვიგდეთ. გაუფრთხილდით თქვენს ფინანსებს. მოკეთ, სხვა მეთოდებს იყენებენ, ხან მეილს გამოგიგზავნიან, ხან SMS, ხან შეიძლება სატელეფონო ზარიც განახორციელონ, ამიტომ ყურადღებით უნდა იყო და რამდენიმე რჩევა დაიმახსოვრე და თუ ამას ვიყვები, არ დაზარალდები რა. არასდროს გახსნა საეჭვო გმულები, ასევე არ მიაბა შენი სახელფასო ბარათის შოპინგის გვერდებს და მიაბი ცალკე ბარათი გააკეთე და მხოლოდ ის თანხა დადე და იმ ვალუტაში, რაც კონკრეტულ მომენტში გჭირდება. თუ ვინმე გირეკავს ტექსტით ბანკიდან ვართ და თქვენი კოდი მოგწერეთ რაღაც სისტემაში ხარვეზია, დაიმახსოვრეთ, რომ ბანკი ასეთი ტექსტით არასდროს არ დაგირეკავ და არც კოდს არ მოგთხოვთ. ასევე კლონირებული ვებგვერდების შემთხვევაში შეიძლება Amazon.com-ის მაგივრად რაღაცა Amazon.com იყოს და ვებგვერდის სახელსაც აუცილებლად უნდა დავაგვერდეთ. მაინც თუ გავები და მოვტყუდი. სასწრაფოდ უნდა დააბლოკო ბარათი, შეატყობინო ბანკს და შეატყობინო სამართალდამცველებს, ისე ჯობია რომ დაზღვეული კონდეს ბარათი კონკრეტულ თანხაზეც და SMS სერვისი ჩართული რომ ყველა ტრანზაქციაზე მოგივიდეს მესიჯი თუ რამდენი ჩამოგეჭრა და რამდენი დაგჭირა რომ სწრაფად იმოქმედო. თან ახლა ხო ის შავი პარასკევია და ყველა ცდილობს რომ რაღაცა გამოიწეროს, ამიტომ თაღლითების გააქტიურებულები არიან. იცი კიდე რა მაინტერესებს?